ანტონ ჩეხოვი ამბობდა, მხოლოდ ერთხელ ვიყავი ბედნიერი და ისიც ქოლგის ქვეშ. დღეს ესოდენ საჭირო და მოხერხებული აქსესუარი ქოლგა ჩინელებმა გამოიგონეს. და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ინგლისელი ვაჭარი ჰონ ვეი 1750 წელს პირველად გამოჩნდა ქოლგის ხელში, თანამემამულეებმა სიცილით დააყარეს. ზოგიერთმა მისი დასჯაც კი მოინდომა. სხვათა შორის ამ სასჯელს სისრულეში მოიყვანდნენ რომ არა კოკისპირული წვიმა. სულ მალე ქოლგა პოპულარული და საჭირო ნივთი გახდა დღესდღეობით კი არა მხოლოდ წვიმისგან თავდასაცავად. თქვენთვის ხელსაყრელი ქოლგის შერჩევასაც თავისი წესები აქვს. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური მაესტროს ტელერეცეპტია. თუ თქვენ მნიშვნელოვან საქმეზე ან სულად საყვარელ ადამიანთან პაემანზე მიიჩქარით და უცაბედად წვიმამ დაუშვა, იმედს ნუ გადაიწურავთ. შეარჩიეთ სადა, თქვენი ჩაცმულობის შესაფერისი კალთებ დაშვებული სოკოსებური ქოლგა. ეს ერთიორად გაზრდის თქვენს შარმსა და მიმზიდველობას. მეოცნებე და ენერგიულმა ახალგაზრდებმა ღია ელფერებით გაწყობილი პატარა ზომის ქოლგა უნდა ერჩიოთ. ხის სახელურიანი მუქი ყავისფერი ან მუქი ლურჯი ქოლგა მიუთითებს თქვენს კონსერვატიზმსა და ტრადიციულ შეხედულებებზე. ყვავილებით დაჩითული ან დაქარგული კალთებაწეული ჩინური ქოლგები დამახასიათებელია იმ მეოჯახე ქალებისთვის, რომელთაც კაპრიზული ქცევები და ბრძანებლობა ახასიათებთ. კომპეტენტურ და ექსტრავაგანტულ მაღალჩინოსან შავი, მაღალი ფორმის ქოლგა უფრო მოუხდებათ. მხოლოდ მასზე აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს ფირმის ემბლემა ან ნიშანი. მზრუნველ, გულღია ან ჭორიკანა ქალბატონებს ყვავილებიანი ან ორნამენტებიანი ქოლგები დაამშვენებდათ. რაც შეეხება რომბებიან ქოლგას, ის ნამდვილად შემოქმედის აქსესუარია. საქმიანი შეხვედრისას ბიზნესმენებს მეტ გაწონასწორებულობას მიანიჭებს ზოლებიანი ქოლგა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმავს იმ ფაქტს, რომ თქვენ დასამალი არაფერი გაქვთ და საქმეშიც სუფთა ხელებით მოქმედებთ. ქოლგა კორექტულია ნებისმიერ შემთხვევაში. მისი დახმარებით შეგიძლიათ დამალოთ გრძნობები. ან თავიდან მოიცივოთ აბეზარი თაყვანისმცემლები. მხოლოდ უნდა შეუხამოთ თქვენს კომპეტენციასა და გარეგნობას და მაესტროს ტელერეცეპტის მიხედვით უნდა იმოქმედოთ. ჩეხოვის არ იყოს, ერთხელ შეიძლება თქვენ გახდეთ ბედნიერი და ისიც ქოლგის ქვეშ.